გუშინ ბანდიტი ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ ეგრეთ წოდებული სამართალდამცავები, მივიდნენ რუსთაველის გამზირზე და თქვეს შემდეგი: უკვე 5 დღეა გამოცემულია კანონი, რომელიც თქვენ საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დგომას გიკრძალავთო, თქვენო სხვებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევთო, ანუ სხვებს რიგით მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ საპროტესტო მოძრაობაში. მანამდე 2 დღით ადრე კი არა, 1 დღით ადრე, ანუ გუშინ წინ საქართველოს საპატრიარქომ ილია მეორეს პატრიარქ ილია მეორეს ფაქსიმილეს გამოყენებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ისტორიისათვისაც მნიშვნელოვანია და დღევანდელობისთვისაც მნიშვნელოვანია და სულ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე. ფაქსიმილეს გამოყენებით და ვინ აკონტროლებს ამ ბეჭედ ფაქსიმილეს საპატრიარქოში ღმერთმა უწყის, ილია მეორემ ეს არ ვიცი იცის თუ არა, მაგალითად შორენა, მისი მდივან რეფერენტი, მაგალითად მიხეილ ბოტკოველი, მაგალითად ანდრია ჭაღბაიძე, მაგალითად შიო მუჯირი, მოკლედ არ ვიცით, ფაქსიმილეს გამოყენებით მღვდელმსახურება, ღვთისმსახურება აუგზალა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს. დოროთე ყურაშვილი კი ის მღვდელმსახურია, ის ღვთისმსახურია, რომელიც 380, თითქმის 400 დღეა დგას რუსთაველის გამზირზე, დგას ხალხთან და ლოცულობს ამ ხალხისთვის და იბრძვის საქართველოსთვის, იბრძვის იმ რუსული საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც გვთავაზობს ჩვენ ცალკე რუსეთი, ცალკე ბიზინა ივანიშვილის პაჟები, ცალკე ის პირები, რომლებიც მდუმარენი არიან, გაგიკვირდებათ და ისინიც არიან მდუმარე მსახურნი ბიზინა ივანიშვილისა, ანუ მოსკოვისა. მოდი ასე ვიტყვი და დოროთე ყურაშვილისათვის სწორედ 2 დღის წინ მღვდელმსახურების, ღვთისმსახურების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა და არც ის ყოფილა შემთხვევითი, რომ სწორედ მეორე დღეს მივიდნენ სამართალდამცავი სტრუქტურები, წარმომადგენლები რუსთაველზე და გააფრთხილეთ მათ შორის დოროთე ყურაშვილი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, უკვე ხვალიდან, ანუ დღეიდან დღეს საღამოდან ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთო. რა არის ეს მათი ეგრეთ წოდებული საქმე გასაკეთებელი? ის კი არა რომ კრიმინალი აღკვეთონ, ან კრიმინალს ებრძოლონ ჩვენს ქვეყანაში უამრავ სამართალ დამრღვევას, უამრავ იმ ძღოლს, რომელიც 220 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, ასე მაგალითად ყაზბეგის გამზირზე, ვაჟა-ფშაველაზე, თუ სხვაგან, არამედ მათი მსახურების, ბიზინა ივანიშვილის მორჩილების და მსახურების საქმე მათეული გაგებით, უпростоრად გელაძის გაგებით და კობახიძის გაგებით არის დევნა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა, რომლებიც აკითხავთ 400 დღეა თითქმის განან რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებენ რუსულ საქართველოს, ხო და ამ პოლიციელ-მილიციელებმა თქვენს რომ დაგიჭერთო. დიახ, პირდაპირ ასე თქვენს დაგიჭერთო, რამდენს დაიჭერენ არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, 200 კაც 250-300 მოერევიან კი, რას იზამენ დღეს სიმართლე გითხრათ, კვლავ ვიმეორებ, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ დღეს საღამოს ასე 8 საათზე, ასე 9 საათზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამათ მიერ რეპრესიების ახალი ტალღის დაწყების თაობაზე. გამოცხადებულია ეს რეპრესიები, დაწყებულიც არის, მაგრამ ახალი ტალღით შემოგვიტევენ. ამიტომ წინა ვიდეო ბლოგშიც თქვი, მე არ მოგიწოდებთ იმისაკენ, რომ თქვენ ახლა გამოხვიდეთ რუსთაველის გამზირზე და დაიცვათ თქვენივე მეზობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, თანამებრძოლები, მოქალაქეები, ინდივიდები, ბავშვები, დიდები, ასაკიანები, ქალები, მოხუცებულები, მნიშვნელობა არ აქვს. მე არ მოგიწოდებთ ამისაკენ, ვისაც გაქვთ სურვილი, ისედაც შეგიძლიათ გამოხვიდეთ ჩემი ყოველგვარი მოწოდების გარეშე. მე მოგიწოდებთ, რომ გაისიგრძეგანოთ რა ხდება ჩვენ თავს, გაისიგრძეგანოთ, რომ მხოლოდ რუსთაველის პროტესტი აჩერებს ბიზინა ივანიშვილს ახლა და აკი ამიტომაც უნდა რომ ამოშანთოს, ამოძირკვოს ეს დაასრულოს ეს პროტესტი. მე პერსონალურად ვიქნები რუსთაველის გამზირზე, თვის ნახევარზე 8 საათზე, მე ვიქნები რუსთაველის გამზირზე, რა საკვირველია მშვიდობიანი და რა საკვირველი არც არავის არ შეუშლი ხელს, რომ ისინი გადაადგილდნენ უხეშად პირველი სკოლიდან, უხეშად თავისუფლების მოედნისაკენ, ან პირიქით თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისაკენ, პირველი სკოლისაკენ. მე არავის შეუშლი ხელს, მაგრამ
მაგრამ კი ვიდეო კადრებს კი გადავიღებ როგორ იმოქმედებს მილიციად ქცეული ბიზინა ივანიშვილის პირად დაცვად ქცეული ოდესღაც საამაყო რომ იყო ის პოლიცია რომელთა გარკვეულ მცირე მაგრამ გარკვეულ ნაწილს თვალის გასწორებაც ერიდება ჩვენთვის და შესაძლოა ეს რაუნდიც მოიგონ მათ ანუ დაიჭირონ 20-30 ავისი 87 მოქალაქე შესაძლოა მაღალი ალბათობით აიყვანეთ სწორედაც რომ დოროთე ყურაშვილს როგორც ერთ-ერთ სიმბოლოს ჩვენი პროტესტისა მას საპატიმროში გაუშვებენ უხეშად 7, 10, 15 თქვაც 14 მაქსიმუმ დღის განმავლობაში დოროთე დაბრუნდება ჩვენც დავბრუნდებით რა საკვირველია რუსთაველის გამზირზე და ჩვენს ქვეყანაში ჩვენ დავიბრუნებთ ამ ქვეყანას მიუხედავად იმისა რომ ბიზინა ივანიშვილს ამ ქვეყნის რუსეთად რასიად გარდაქმნა გრუზიად გარდაქმნა სწადია და უნდა ჩვენ დავიბრუნებთ ამ ქვეყანას ოღონდ ამისთვის გარდაულად აუცილებელია ბრძოლა ბოლომდე და ბრძოლა ერთმანეთის მხარ და მხარ რისკედაც კვლავ ვიმეორებ არ მოგიწოდებთ თქვენმა სინდისმა გადაწყვიტოს როგორ უნდა იმოქმედოთ მომავალში როგორ მოქმედებდით აქამდე ესეც თქვენი საბოლოო ჯამში არა ჩვენი მოწოდები გამომოქმედებდით ასე თუ ისე არამედ თქვენივე სინდისის გადასაწყვეტი არა უნდა ქნათ და თქვენივე უნდა გადაწყვიტოთ გასწირავთ თუ არა თქვენ შვილებს იმ ჯოჯოხეთისა თვის რომელსაც ბიზინა ივანიშვილი აქ უკვე ატრიალებს